ეს მომიწია დიალოგი ერთ-ერთ პროფესორთან, რომელიც ამბობდა, რომ თურმე განათლების სრულებების რეფორმა რაც შემოგვაქვს, არის ძალიან კარგი. მე რო კითხვა დაუსვი მეთქი რა არის რეფორმა, თუ იცით ხო, იმიტომ რომ რაღაცები კამათი პატარა დაიწყნა ის რაღაცები, რაც ჩვენ ვილაპარაკეთ, თქვენ არ გესმითო, არ იცით რას ლაპარაკობთ, რატო ლაპარაკობთ და მე რო კითხე, თუ იცით რა არის თვითონ რეფორმა რას ნიშნავს და აღმოჩნდა, რომ არ იცის, ვერ მიპასუხა, მე თვითონ შემეკითხა რაღაცეები, რომ დეფორმას რო ეძახი, დეფორმას რატო ეძახი, რას ნიშნავს აბა ეგ დეფორმა და რაღაცეები დაიწყო. უბრალოდ იმ დასკვნამდე მივედი, რომ იმ პროფესორების ნაწილი, რომელიც ძალიან მცირეა უნდა აღინიშნოს და რომლებიც ამბობენ, რომ ქართული ოცნება აკეთებს სწორ საქმეს, წარმოდგენაში არ არიან და გაგებაში არ არიან რეალურად რას აკეთებს ქართული ოცნება. ერთ-ერთი ვის თქმაც მინდა არის ის, რომ კარგია, სწორ საქმეს ვაკეთებთ ის, რომ ადამიანებს ველაპარაკებით, სწორ საქმეს ვაკეთებთ მაშინ, როცა ვუხსნით, რატო არის ეს სრულებები არასწორი და რატო არის მნიშვნელოვანი ამ პროცესში ახალგაზრდების ჩართულობა და მეორე რაღაც არის თქმაც მინდა და არის ის, რომ ეგეთი ქვეყანა გვინდა, სადაც განსხვავებული აზრის თქმის გამო ადამიანებს სამსახურიდან არ აგდებენ და განსხვავებული აზრის თქმის გამო პროფესორებს და ლექტორებს აქვთ იმ შესაძლებლობა გააგრძელონ საკუთარი საქმე. უბრალოდ განსხვავება ის არის, რომ ის ხალი ამის თქმის გამო დარჩება სამსახურში. მაგრამ სხვა პროფესორი, რომელიც ამბობს, რომ უნდა უკეთესი განათლება, რომელიც ამბობს, რომ ამ პროცესებში უნდა იყვნენ პროფესორები და სტუდენტები, შეიძლება სამსახური დატოვონ და დატოვებენ კიდეც, იმიტომ რომ ბევრი უნივერსიტეტია, სადაც უკვე ქართულმა ოცნებამ მოითხოვა ადგილების შემცირება და უამრავ ადამიანს მხოლოდ აზრის დაფიქსირებისგან განსხვავებული ხედვის ჩვენების გამო დაატოვებინებენ სამსახურს.